გადაცემის ამ ნაწილში გვაქვს ინტერვიუ და ჩვენ სტუმართან ერთად ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. ეს თემა შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მოქალაქეს შეეხოს საქართველოში, ამიტომ კარგი იქნება თუ უფრო მეტი დეტალი გვეცოდინება. რა არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო? სწორედ ეს გახლავთ ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემა. ზაზა დათუკიშვილი, სისხლის სამართლის ადვოკატი, ყოფილი პროკურორი არის ჩვენი სტუმარი და მისგან გავიგებთ დეტალებს. რა თქმა უნდა, მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ჩემთვის პირადად ძალიან მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემთან ერთად დღეს ჩვენი მაყურებელიც ბევრ საინტერესო დეტალს დაიწყებს. მოდი დავიწყოთ იქიდან პირველ რიგში. რა დროს შეიძლება მოხდეს ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილვა საქმის და რა არის ზოგადად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ეს არის ინსტიტუტი, ასე ვთქვათ, სადაც მართლმსაჯულებას ახორციელებენ ჩვეულებრივი ადამიანები, არაპროფესიონალი, ასე ვთქვათ, მოსამართლეები, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საბოლოოდ ადამიანი დამნაშავეა თუ არა იმაში, რასაც ედავება მას სახელმწიფო და პროკურატურა. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის უფლება წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებულის უფლებას, ანუ თავად ბრალდებულს აქვს უფლება გადაწყვიტოს, სურს მისი საქმე განიხილოს ხალხმა, ანუ ნაფიცმა მსაჯულებმა, თუ კონკრეტულად პროფესიონალმა მოსამართლემ. იმავდროულად კანონმდებლობით დაწესებულია გარკვეული შეზღუდვა, თუ რომელი მუხლების შემთხვევაში, ანუ რა ბრალდების შემთხვევაში შეიძლება იქნეს არჩეული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. სამწუხაროდ ყველა დანაშაულზე არ ვრცელდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა და ძალიან მოკლედ რომ ავხსნა, თუ რა მუხლებზე არის შესაძლებელი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევა, ეს არის განზრახ მკვლელობა და ყველა ის განზრახი დანაშაული, რომელსაც შედეგად მოყვა ადამიანის გარდაცვალება. ასევე არის ოჯახში ძალადობა, თუ ამას აქვს სისტემატიური ხასიათი და წარდგენილია ეს ბრალდება და კიდევ რამდენიმე მუხლი, რომელზეც ვრცელდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა. აი ამ ბრალდების შემთხვევაში თავად ბრალდებულს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს ნაფიც მსაჯულებს მიანდობს მის ბედს თუ პროფესიონალ მოსამართლეს. ხა ის საინტერესოა, ვის შეუძლია რომ იყოს ნაფიცი მსაჯული, თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვებიც, როგორც ვიცით და ვინ ვერ იქნება ნაფიცი მსაჯული? ნაფიცი მსაჯული შესაძლებელია იყოს 18 წელს გადაცილებული ნებისმიერი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ანუ სრულწლოვანი ადამიანი. კანონმდებლობა ასევე აწესებს გარკვეულ გამონაკლისებს, ვინც ვერ იქნება ნაფიცი მსაჯული. ესეთ პირთა სიას მიეკუთვნება მაგალითად სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი, მოსამართლე, პროკურორი, ადვოკატი, სასულიერო პირი, მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, ნასამართლობის მქონე პირი, ადამიანი, რომელსაც დაედო სახდელი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის და არ არის გაქარწყლებული ეს სახდელი და სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირი. ნებისმიერი სხვა ადამიანი, გარდა აი ამ პროფესიის წარმომადგენლებისა, შეიძლება იყვნენ ნაფიცი მსაჯულები. ის რაც ალბათ აი მოქალაქეებს, რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ნაფიც მსაჯულად არიან შერჩეულები, ძალიან აინტერესებთ. არის შემთხვევები, მაგალითად, დასაქმებულები არიან, ან რაღაცა გარკვეული, აი ამ თქვენს ჩამონათვალს, რომელიც ჩამოთვალეთ როგორც გამონაკლისი, რომელსაც არ შეუძლია და ეს იყოს ნაფიცი მსაჯული. კიდევ არის რაღაცა პირადი თემები, თუნდაც აი ცოტა ხნის წინ ვახსენე სამსახურეობრივი, რის გამოც შეიძლება მოქალაქეს იმ კონკრეტულ მომენტში არ კონდეს სურვილი მიიღოს სასამართლოში მონაწილეობა. ძალიან საინტერესო არის თუ არსებობს აი მსგავსი გამონაკლისები, როდესაც არ არის აი ამ ჩამონათვალში მითითებული და ასევე მას არ აქვს სურვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ვიცით, სურვილის არ ქონა, არ არის საკმარისი, რომ არ მიიღოს სასამართლოში მონაწილეობა. ამიტომ არსებობს ჯარიმები ამასთან დაკავშირებითაც. აი ამაზეც რომ ვისაუბროთ, რა შემთხვევაში შეიძლება მოუწიოს მოქალაქეს ჯარიმის გადახდა? კი ბატონო, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სწორად აღნიშნეთ თქვენ, ნაფიც მსაჯულად მონაწილეობა ეს არ არის უფლება, ეს არის ჩვეულებრივი ვალდებულება ადამიანის, აი ისევე როგორც სამხედრო სამსახური და ასე შემდეგ.
და არ არის ადამიანის ნება-სურვილზე დამოკიდებული იქნება თუ არ იქნება ნაფიცი მსაჯული. თუმცა გარდა ზემოაღნიშნული საფუძვლებისა, კანონმდებლობა ითვალისწინებს რიგ შემთხვევებს, როდესაც ადამიანს პირს შეუძლია უარი თქვას ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე. ესეთი შემთხვევები არის თუ პირი მაგალითად გადაცილებულია 70 წელს, ან უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში უკვე შეასრულა ნაფიცი მსაჯულის მოვალეობა და აღარ სურს რომ 1 წლის განმავლობაში მეორედ შეასრულოს ეს მოვალეობა, ან დიდი ხნით მიემგზავრება საზღვარგარეთ და ტოვებს საქართველოს. გარდა აღნიშნულის არის ერთი საინტერესო კომპონენტი ჩვენს კანონმდებლობაში, როდესაც სწორედ სამსახურებრივი მოვალეობას შესრულებასთან შეუთავსებლობის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია უარი თქვას ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე. თუმცა აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. რამდენიმე თვის წინ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით თუ პირი მუშაობდა ამა თუ იმ სამსახურში, სადაც იყო შეუცვლელი, მას შეეძლო უარი ეთქვა ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე, წარადგენდა ცნობა სამსახურიდან რომ იყო შეუცვლელი და მოსამართლე მას ათავისუფლებდა. ვინაიდან სამწუხაროდ პრაქტიკა მაჩვენა, რომ ხშირად ამ მოცემულობას ბოროტად იყენებდნენ ადამიანები, სთხოვდნენ დამსაქმებელს, რომ გაეცათ მსგავსი შინაარსის ცნობები და ასე შემდეგ და ყველა იზრუნ და მოკლედ ამ საფუძვლით თავს. შემდგომში შევიდა ცვლილება კანონმდებლობაში და დღეს სამსახურის გამო უარის თქმა შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც მუშაობს ისეთ სამსახურში, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი წესრიგის, უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის დაცვასთან. მხოლოდ ამ სფეროში დასაქმებულებს შეუძლიათ უარი თქვან და ისიც იმ შემთხვევაში, თუ სამსახურში არიან შეუცვლელები. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა დასაქმებულ ადამიანებს კანონი არ აძლევს უარის თქმის შესაძლებლობას და დამსაქმებლებსაც ავალდებულებს, რომ ეს ადამიანები სავალდებულოდ გაათავისუფლონ სამსახურიდან იმ კონკრეტული ვადის განმავლობაში და ამ ვადაზე შეგვიძლია მოგვიანებით აღვნიშნოთ თუ ვისაუბროთ თუ დაახლოებით რამდენი ხნით გრძელდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. აი ამ პერიოდის განმავლობაში დამსაქმებელი ვალდებულია გაათავისუფლოს თანამშრომელი, შეუნარჩუნოს მას სრულად ანაზღაურება და არ შეუშალოს ხელი ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაში. პრაქტიკაში სამწუხაროდ გვაქვს ისეთი შემთხვევები, რომელიც ვერ რეგულირდება ვერც კანონით და მოსამართლეს უწევს მაინც რომ გაითვალისწინოს ესეთი შემთხვევები და აარიდოს პირი ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებისგან. ესეთი შემთხვევები არის, როდესაც ადამიანი არის მაგალითად თვით დასაქმებული და ყოველდღიურად თავად გამოიმუშავებს შემოსავალს. ხო, აი მაგალითად მუშაობს არის მაგალითად ხელოსანი, ასრულებს სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობას და ასე შემდეგ და ყოველდღიურად ამ ადამიანმა თუ არ იმუშავა, კარგავს ძალიან დიდ შემოსავალს. ეს არის ის მომენტი, რომელსაც ვერ არეგულირებს ვერც კანონმდებლობა და თუ ამ ადამიანს ვაიძულებთ, რომ შეასრულოს ახლა 2 კვირის განმავლობაში ნაფიცი მსაჯულის მოვალეობა, ის მიიღებს ძალიან მძიმე ფინანსურ ზარალს. სწორედ ამიტომ იძულებულია სასამართლო, რომ ესეთი პირები გაათავისუფლოს. ანალოგიურია დაახლოებით, როდესაც ადამიანს ჰყავს მცირეწლოვანი შვილები, ან მისი ოჯახის წევრს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ფიზიკურად არ ჰყავს სხვა დამხმარე ადამიანი, ვინც ამ კონკრეტული პერიოდის განმავლობაში მას ჩაანაცვლებს და ეხმარება და მიხედავს მის ოჯახს. აი ესეც არის ისეთი შემთხვევა, როდესაც სასამართლოს უბრალოდ სხვა ბერკეტი არ აქვს და იძულებულია გაათავისუფლოს ადამიანი. სხვა შემთხვევებში, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ ის გარემოება, რომ ადამიანი მუშაობს და დასაქმებულია, არ არის ნაფიცი მსაჯულობისგან თავის არიდების საფუძველი. დიახ, მოდით ვადებზეც ვისაუბროთ და სასამართლო პროცესები რამ ზოგჯერ აი ეს ვერდიქტის გამოტანის პროცესი, როგორც ვიცით, შეიძლება რამოდენიმე საათს გაგრძელდეს, როდესაც ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან და მინდა რომ ამით დავასრულოთ ოფიციალური ნაწილი, გადავიდეთ არაოფიციალურ ნაწილზე, იმიტომ რომ ოფიციალური ნაწილით ეს თემა ჩანს თითქოს და ესეთი ძალიან მკაცრი და შეიძლება რომ მოქალაქეებს არ
ჰქონდეთ ინტერესი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში მონაწილეობის მიღებისა, თუმცა მას შემდეგ რაც გადავალთ უკვე კითხვების არაოფიციალურ ნაწილზე, მივხვდებით რატომ არის საინტერესო მსგავსი სასამართლოები და რატომ უნდა მიიღონ მოქალაქეებმა მონაწილეობა. Პირველ რიგში ვისაუბროთ ვადებზე, რა პერიოდის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს მსგავსი სასამართლო პროცესები და რა თქმა უნდა უშუალოდ ვერდიქტის გამოტანის პროცესიც როგორია, ამაზეც ვისაუბროთ. კი ბატონო. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ხდომები გრძელდება მაქსიმუმ უხეშად რომ გითხრათ 2 კვირის განმავლობაში. ეს პროცესი არის შემდეგნაირი, როდესაც დაიწყება უკვე საქმის განხილვა და ნაფიცი მსაჯული იწყებს მტკიცებულებების და საქმის მოსმენას. პროცესი მიმდინარეობს ყოველ დღე დილის 10-11 საათიდან საღამოს 6 საათამდე. მთელი დღის განმავლობაში მხარეები წარადგენენ მტკიცებულებებს, იკითხებიან მოწმეები და ასე შემდეგ და დაახლოებით 1 კვირის, 10 დღის, მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში ეს პროცესი სრულდება. განსხვავებით, როდესაც პროფესიონალ მოსამართლესთან ხდება საქმის განხილვა, თუ იქ პროცესი შეიძლება გაიწელოს თვეების განმავლობაში და მიდიოდეს 6 თვე, 9 თვე ან წლობითაც კი, ნაფიც მსაჯულთა შემთხვევაში ეს არის გამორიცხული და როგორც აღვნიშნე, მაქსიმუმი ვადა, პრაქტიკიდან გამომდინარე ხოლმე ეს არის 2 კვირა, რომლის განმავლობაშიც უკვე პროცესი სრულდება. ეს ზუსტად იმიტომ არის ესე დარეგულირებული მთელს მსოფლიოში და ყველგან, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს, რომ ადამიანებს დიდი ხნის განმავლობაში არ მოუწიოთ საკუთარი პირადი ცხოვრებისგან ან სამსახურისგან მოწყვეტა და ასე ვთქვათ, ერთ უწყვეტ რეჟიმში მოხდეს საქმის განხილვა. რაც შეეხება უშუალოდ ვერდიქტის გამოტანას, მას შემდგომ უკვე რაც ნაფიცი მსაჯულები მოისმენენ მტკიცებულებებს სასამართლოს ხდომაზე, ბუნებრივია ისინი გადიან ვერდიქტის მისაღებად და მათ უნდა გადაწყვიტონ ადამიანი რეალურად დამნაშავეა თუ არ არის დამნაშავე წარდგენილ ბრალდებაში და ცნონ იგი დამნაშავედ ან უდანაშაულოდ. ნაფიც მსაჯულებს აქვთ ვადა რა ვადაშიც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ანუ ვერდიქტი. ეს არის პირველი 4 საათი თათბირის, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. თუ ამ 4 საათის განმავლობაში ვერ მიიღეს ერთხმად გადაწყვეტილება, შემდგომში უკვე 8 საათის განმავლობაში უნდა მიიღონ სულ მცირე 8 ხმით გადაწყვეტილება, ანუ თუ არის 12 ნაფიცი მსაჯული, სულ მცირე 8 ადამიანმა უნდა თქვას, რომ ან დამნაშავეა, ან უდანაშაულოა. ანუ მაგალითად ხმებით თუ გაიყო 8-4-ზე, ვერდიქტი ითვლება მიღებულად. თუ ამ მომდევნო 8 საათშიც ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, მათ განესაზღვრება კიდევ 3 საათი იმისთვის რომ იმსჯელონ და შეთანხმდნენ გარკვეულ ვერდიქტზე, თუ ამ 3 საათშიც ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, შემდგომში მოსამართლე საკუთარი შეხედულებისამებრ უმატებს გარკვეულ გონივრულ ვადას, შეიძლება იყოს 9 საათი, 1 საათი, სთხოვს კიდევ ერთხელ მოსამართლე, რომ იქნება მიიღოთ ვერდიქტი, მაგრამ თუ მაინც ვერ მიიღეს მათ ვერდიქტი, შემდგომში ხდება ამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დათხოვნა და თავიდან იწყება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ხდომები და ამ საქმის განხილვა. არის ისეთი შესაძლებლობაც, რომ გაიყოს ხმები, მაგალითად და ყოფილა ესეც პრაქტიკაში, აი მაგალითად თუ გაიყო ხმები 6-6-ზე ან 7-5-ზე, ითვლება, რომ ვერდიქტი ვერ იქნა მიღებული. ამ შემთხვევაშიც უნდა მოხდეს დათხოვნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში და საქმის განხილვა დაიწყოს თავიდან. უშუალოდ ეს ვერდიქტის მიღების პროცესი არის ბუნებრივია საიდუმლო, ვერავინ ვერ ერევა ნაფიც მსაჯულთა თათბირში და ის ფაქტიც თუ რომელმა ნაფიცმა მსაჯულმა რა ვერდიქტს დაუჭირა მხარი არის მკაცრად გასაიდუმლოებული და ვერავინ ვერასდროს ვერ გაიგებს თუ რომელმა მსაჯულმა რა გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ხშირად სარგებლობენ ხოლმე ნაფიცი მსაჯულები ამ 15 საათით, თათბირისთვის განკუთვნილი 15 საათით და ასე შემდეგ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არის ძალიან საინტერესო ცოცხალი პროცესი, ძალიან აქტიურად მიდის ალბათ მსჯელობა ვერდიქტის გამოტანის დროს და მთლიანობაში არის ძალიან საინტერესო პროცესი. დიახ, აი თქვენ ისაუბრეთ იმის შესახებ, რა ხდება, როდესაც ვერდიქტის გამოტანა ხდება და რამდენად არის დაცული ანონიმურობა სწორედ აი ამ პროცესის. საინტერესო არის თვითონ უსაფრთხოების საკითხი, იმიტომ რომ ზოგ ადამიანს კონკრეტულ საქმეში, მით უმეტეს თუ არის ეს გახმაურებული საქმე, სწორედ აი ამ მიზეზით არ უნდა მონაწილეობის მიღება, რომ შეიძლება მის უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნას.
როგორც აღნიშნეთ, ნაფიც მსაჯულთა თათბირი არის საიდუმლო, ამ საიდუმლოების დარღვევა წარმოადგენს დანაშაულს და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ვერავინ ვერასდროს გაიგებს, თუ კონკრეტულად რომელმა ნაფიცმა მსაჯულმა დაუჭირა ხმა გამამტყუნებელ ვერდიქტს. რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, ჩვენი კანონმდებლობით დაცულია ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოება იმ კუთხით, რომ ნაფიც მსაჯულზე ნებისმიერი სახის ზემოქმედება, მასთან დაკავშირება, კონტაქტი, ზეწოლა და ასე შემდეგ არის დანაშაული. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, აი 2017 წლიდან მოყოლებული ათობით სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ხდომა ჩამიტარებია, როგორც პროკურორს, ისე ადვოკატს. არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე ნაფიც მსაჯულზე განხორციელებულიყო რაიმე სახის ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, დაშინება და თუნდაც საჭირო გამხდარიყო ამის გამოძიება და ასე შემდეგ. ამიტომ მესმის, რომ ეს სტერეოტიპი არსებობს ხალხში, რომ აი შეიძლება ნაფიცი მსაჯული გახდეს ვინმეს მხრიდან ზეწოლის ან ზემოქმედების ობიექტი და ამის საფრთხე არსებობს, თუმცა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ესეთი რამ ჯერ უკვე ამდენი წელია ეს ინსტიტუტი საქართველოში მოქმედებს, ასეთი რამ ჯერჯერობით არ მომხდარა. ასე რომ იქიდან გამომდინარე ისევ და ისევ რომ მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია ეს ინსტიტუტი და ფაქტია რომ მუშაობს, ჩვენთანაც მუშაობს. ვფიქრობ რომ ეს უბრალოდ სტერეოტიპია, რომელიც დროთა განმავლობაში აუცილებლად დაიმსხვრევა. ახლა გადავიდეთ იმ საკითხზე, თუ რატომ უნდა მიიღოს მონაწილეობა. საინტერესო იქნება აქ თუ გაიხსენებთ რომელიმე პროცესს, სადაც მაგალითად თქვენთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება იქნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი, თუ გნებავთ კონკრეტული საქმე არ დავასახელოთ და ძალიან ღრმა დეტალებში არ შევიდეთ, მაგრამ აი რატომ არის ეს პროცესი საინტერესო საქმის მონაწილეებისათვის, მათ შორის მე მომისმენია აი მოსამართლეები ძალიან საინტერესოდ აღწერენ ხოლმე ამ პროცესს და კარგი შთაბეჭდილებებით გამოდიან ბოლოს. აი რატომ არის ეს პროცესი საინტერესო, რატომ უნდა მივიღო მე მონაწილეობა როგორც მოქალაქემ, გარდა იმისა, რომ ამისი მოვალეობა მაქვს, რას გავეცნობი ახალს, რაც მივიღებ აი ამ პროცესში ჩართვით. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, აი ჩემთვის პირადად ეს არის მართლა კლასიკური სასამართლო, სადაც ძალიან დიდი რამ არის დამოკიდებული უშუალოდ მონაწილე მხარეების პროფესიონალიზმსა და მათ უნარჩვევებზე. საერთოდ სხვა არის მოსამართლესთან, მაგალითად რაიმეს მტკიცება და საერთოდ სხვა უნარები ჭირდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე ამ ყველაფრის გაკეთებას. აი მე მახსენდება ერთი პროცესი, რომელიც დასავლეთ საქართველოში იყო, სადაც როდესაც პროცესი დასრულდა, თვითონ მოსამართლეც მთელი პროცესი იმდენად დიდი ინტერესით უყურებდა და აკვირდებოდა ამ ყველაფერს და იმდენად შთამბეჭდავი იყო ეს პროცესი, რომ როდესაც საქმის განხილვა დასრულდა და ვერდიქტი გამოვიდა, მოსამართლემ მადლობა გადაგვიხადა მხარეებს და გითხრა, რომ ესეთი რამ მართლა მხოლოდ ფილმებში თუ მქონდა ნანახიო. თვითონ ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ნაფიც მსაჯულებსაც პროცესის დასრულების შემდგომ უთქვამთ, რომ არის უაღრესად საინტერესო და კიდევ ჰქონდათ სურვილი, რომ მომავალშიც მიიღოთ სხვა პროცესებში მონაწილეობა. საინტერესოა ადამიანისთვის ეს პირველ რიგში იმდენად, რამდენადაც მათთვის უცხოხილია, ასე ვთქვათ, არიციან ეს სასამართლოში როგორ ხდება პროცესის მიმდინარეობა, მტკიცებულებების გამოკვლევა. ყველას უნახავს ეს იგივე ფილმებში, აი ეს ჯვარედინი დაკითხვის ეფექტი, როგორ ხდება მოწმეზე ზემოქმედება და ასე შემდეგ, ძალიან ეფექტური შესავალი დასკვნითი სიტყვები, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს რეალობაში უყურებ, გარკვეულწილად რაღაც სანახაობას და წარმოდგენას ხედავ ადამიანი და ბუნებრივია ეს არის აზარტული და ძალიან მიმზიდველი. რაც შეეხება როლს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს და მინდა ვთხოვო თქვენს მსმენელებსაც, რომ ეს ინსტიტუტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ დღეს ჩვენი საზოგადოების ცნობიერება არ არის იმ დონემდე ამაღლებული და არ აქვს ხალხს ინფორმაცია თუ რა არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. ყველას აქვს სამწუხაროდ დამოკიდებულება, რომ ეს არის თითქოს და ზედმეტი ტვირთი და რა ჩემი საქმეა აგერ ბატონო კონკრეტული მოსამართლე და მან განიხილოს საქმე, მაგრამ ნახეთ
სამწუხაროდ ახლა ეს ახალი ფაქტი არ არის, რომ დღეს ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა ისევე როგორც ქვეყანა არის განვითარებადი, ხო? ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს სასამართლო სისტემაში, არსებობს კითხვის ნიშნებიც სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი და ასე შემდეგ. და თამამად შემიძლია გითხრათ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარეც, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, რომლებმაც გაიარეს ეს განვითარების ეტაპი და გახდნენ განვითარებული ქვეყნები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არის ერთადერთი გამოსავალი, რომელმაც შეიძლება უზრუნველყოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა. და აქ არის ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ნაფიცი მსაჯულის როლი ისტორიულად იყო არა მხოლოდ კანონიერი გადაწყვეტილების მიღება, არამედ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში კანონი არ არის სამართლიანი. აი შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც კანონი უსამართლოა. მორალთან არ მოდის თანხმედრაში, რაღაცა მორალურ სტანდარტებთან ვერ მოდის თანხმედრაში. კი, ზუსტად, ან მორალი და სამართალი ეწინააღმდეგება ერთმანეთს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ნაფიც მსაჯულებს განსხვავებით მოსამართლისგან აქვთ ბერკეტი მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილება. თუნდაც თუ მორალურად ჩათვლიან, რომ ადამიანი, რომელმაც დაარღვია კანონი, მორალის ფარგლებში მოქმედებდა და ეს მათთვის სამართლიან ქმედებად არის მიჩნეული, რომც ეწინააღმდეგებოდეს ეს ყველაფერი და მათი გადაწყვეტილება კანონს, ისინი არ არიან შებოჭილები და აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით აღადგინონ სამართლიანობა. ეს იძლევა ზუსტად იმის შესაძლებლობას, რომ ერთის მხრივ როგორც არ მოხდეს უდანაშაულო ადამიანის მსჯავრდება, ისე პირიქით, ხომ, დამნაშავე ადამიანი ვერ გაექცეს სასჯელს. ამიტომ მნიშვნელოვანია ზუსტად ეს კომპონენტი, რომ ხალხია სამართლის აღსრულებაში ჩართული და მათ აქვთ შესაძლებლობა ადამიანის ბედი განკარგონ არა მხოლოდ კანონიერად, არამედ სამართლიანად. და სწორედ ხშირად ამ შემთხვევაში ზუსტად ამიტომ ანდობენ ბრალდებულები საკუთარ ბედს, ნაფიც მსაჯულებს და არა კონკრეტულ მოსამართლეს, რომელიც ძალიან შებოჭილია კანონის მოთხოვნებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში უსამართლოა, ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებს ადამიანი უბრალოდ მისი სიმართლის დამტკიცებას და ეს შეიძლება მოახერხოს ნაფიც მსაჯულთა წინაშე. ამიტომ თვითონ პროცესი არის ძალიან აზარტული, ძალიან საინტერესო და პირადად ჩემი რჩევაც იქნება ნებისმიერი ადამიანისადმი, რომ თუ ამის შესაძლებლობა ექნებათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ნახონ თუ რა არის ეს პროცესი. დიახ, მე ხა ცოტა ხნის წინ ჩვენ მორალზე საუბრობდით, ეს რა თქმა უნდა არ არის იმის მტკიცება, რომ კანონი და მორალი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, მაგრამ ერთი გახმაურებული საქმე მახსენდება, სადაც მკვლელობაზე ასამართლებდნენ კონკრეტულ პირს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ეს ადამიანი არ იყო მკვლელი, ის მსხვერპლების მიერ იყო მკვლელად ქცეული და საბოლოო ჯამში დეტალებში რო არ შევცდე, როგორც მახსოვს, მხოლოდ იარაღის უკანონო ტარების მუხლით გასამართლდა ეს ადამიანი. რამდენად ხშირია ხოლმე აი მსგავსი ფაქტები, როდესაც ასეთი მძიმე დანაშაულით ასამართლებენ ადამიანს და შემდეგ შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს ვერდიქტი და მოულოდნელი იყოს. კი, ზუსტად ამას გულისხმობდი, საკმაოდ ხშირია ესეთი შემთხვევები, მეც ახლა პირადად რამდენიმე მიმდინარე საქმე მაქვს, ზუსტად ანალოგიურად მკვლელობის ბრალდებით, სადაც შერჩევის სხდომები მიმდინარეობს ჯერჯერობით, თუმცა როგორც სამართლებრივად ისე ადამიანურად და მორალურად ბრალდებული დამნაშავეა, უდანაშაულოა და გვაქვს მოლოდინი, რომ საბოლოოდ ნაფიცი მსაჯულებისგან მივიღებთ ზუსტად სამართლიან ვერდიქტს. საკმაოდ ხშირია ესეთი მოცემულობა, მე არ ვიცი კონკრეტულად რომელ кейსზე იყო საუბარი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ რისკი იმის, რომ ეგ საქმე განხილულიყო მოსამართლესთან, რისკი იმის, რომ ადამიანი მსჯავრდებული იქნებოდა განზრახ მკვლელობაში, იქნებოდა საკმაოდ მაღალი, მაშინ როდესაც აღმოჩნდა, რომ 12 ადამიანმა თქვა, რომ ეს ადამიანი უდანაშაულოა. საკმაოდ ხშირია ესეთი შემთხვევები და ზუსტად ამიტომ ვამბობთ, რომ ამ ინსტიტუტის განვითარება არის ერთადერთი გზა დღეს იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა და მართლმსაჯულების პრინციპი ზუსტად ის არის, რომ ის უნდა იყოს სამართლიანი და არა კანონიერი ან ასე შემდეგ.
და მინდა ჩვენს მაყურებელს, რომელიც არის პოტენციური ნაფიცი მსაჯული, ვურჩიო ის, რომ მე რასაც გავაკეთებ, დაუშვათ თუ იქნება შერჩეული ნაფიც მსაჯულად, იქნება ის, რომ აუცილებლად გადავხედავ მსგავს თემაზე ფილმებს, დოკუმენტურ მასალას, ინფორმაციას, რადგან აი ეს გადაფიქრების პროცესი რომ არის, რომ არ მიიღოს მონაწილეობა, ამაზე შეიძლება გავლენა იქონიოს სწორედ იმან, თუ რამდენად საინტერესო პროცესი არის, უამრავი მასალა არსებობს ამაზე. მე მინდა მადლობა გითხრათ, იმაზე მეტით რომ წაგართვით, ვიდრე გქონდა გავლილი და ვიცი რომ ხართ ძალიან დაკავებული, თორემ ამ თემას ვერ ამოვწურავთ, ჩემთვის პირადად იმდენად საინტერესო. ძალიან დიდი მადლობა თქვენ პირიქით, რომ აი ამ თემას უთმობთ ეთერს დროს ყურადღებას, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა თქვენ ამისთვის. დაგემშვიდობებით ნახვამდის. კარგად ზანდებოდეთ, მადლობა.